Am წუთებში ბრიუსელში ნატო საქართველოს საბჭოს ხდომა იწყება შეხვედრის მთავარი თემა ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. Რა განცხადებები კეთდება შეხვედრის დაწყებამდე ნოდარ მელაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან ნოდარ გისმენთ. საქართველოს ნატო საბჭოს ხდომა იწყება ამ წუთებში ჩვენ შეგვიძლია ახლა კიდევ ერთი პირდაპირ სიგნალის საშუალებით პირდაპირ ეთერში ვნახოთ თუ როგორ იკრიბებიან უკვე ნატოს წევრი 28 ქვეყნის პირველი დიპლომატები, მათი მოადგილეები და ქართული დელეგაცია სწორედ აქ ნატოს შტაბ-ბინაში. მოლაპარაკების სამი მთავარი თემა იქნება ნატო საქართველოს საბჭოს ხდომის დროს. პირველი, რა პროგრესი გააჩნია საქართველოს ნატოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და რა შანსები აქვს საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ნატოში. მეორე, ეს არის ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში შექმნილი სიტუაცია და მესამე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. სამივე თემაზე ერთსაათიანი დახურული კონსულტაციები გაიმართება. ამ კონსულტაციების შემდეგ კი საგანგებო განცხადებას უკვე ნატოს გენერალური მდივანი დღეს გვიან ღამით გააკეთებს და ანდრეს ფოგ რასმუსენი კიდევ ერთხელ შეაფასებს საქართველოს შანსებს გახდეს ნატოს წევრი. მანამდე კი ანდრეს ფოგ რასმუსენთან პირისპირ მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და რასმუსენს შორის დახურულ კახტ მიღმა საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან მიიღო გარანტია იმის შესახებ, რომ 13 და 14 დეკემბერს ბრიუსელში მოსკოვში რასმუსენის ვიზიტის დროს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებული ქართული რეგიონები. ნატოს გენერალურ მდივანს დეკემბერში მოსკოვში ექნება მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრის დროს ის დააყენებს საქართველოს დეოკუპაციის საკითხსაც. ყოველ შემთხვევაში ეს დაპირება გრიგოლ ვაშაძემ დღეს რასმუსენისაგან პირადად მიიღო. გენერალური მდივანი მიბრძანდება მოსკოვში, სადაც მის პრიორიტეტულ საკითხებში საქართველოს პრობლემატიკა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვილაპარაკეთ იმ გამოცდაზე, რომელსაც თავისუფალი სამყარო აბარებს ახლა ავღანეთში. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ყველა წევრი ქვეყნის სახელით მან მადლობა მითხრა მე საქართველოს წვლილზე. იცით, რომ 9-ზე მეტი ჩვენი სამხედრო სამსახურე იქნება იქ მოკავშირეებთან ერთად. აგრეთვე ვილაპარაკეთ სიტუაციაზე, რომელიც არის ჩვენთან რეგიონში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ხელშეკრულებებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც რუსეთი სამწუხაროდ დღემდე არ ასრულებს. საქართველოსა და ნატოს საბჭოს ხდომა ალიანსის შენობაში ამ წუთებში იწყება, თუმცა ჩვენ მანამდე საშუალება ქონდა გავსაუბრებოდით ალიანსის მინისტრების ერთ ნაწილს, რომლებიც უკვე ბრიუსელში იმყოფებიან. საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომ მინისტრების მეორე ნაწილი ბრიუსელში ჩამოვა სავარაუდოდ ხვალ. ყოველ შემთხვევაში დღეს ხდომებში მონაწილეობას არიღებენ ჰილარი კლინტონი, დეივიდ მილიბენდი და ბერნარ კუშნერი. მათ ისინი წარმოდგენილები არიან აქ მოადგილეების დონეზე. რაც შეეხება მინისტრების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა მას მოუწევს საკმაოდ მკაცრი ვალდებულებების შესრულება. საუბარია არა მხოლოდ სამხედრო რეფორმების გატარებაზე, არამედ ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი არის რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესია. ვფიქრობ, საქართველოს და ნატოს ურთიერთობებში პროგრესი დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ვფიქრობ, დღეს ექსტრაორდინალური არაფერი მოხდება. საქართველოსთან ვაღრმავებთ ურთიერთობას, მაგრამ წევრობის სამოქმედო გეგმაზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც შარშან საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მივიღეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს დროულია. In our NATO სულ რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს ნატოს კომისიის ხდომა და ამ შეხვედრაზე მთავარი საკითხი მაინც იქნება საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. დღეს ამის გამო დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გამო ხელწოდელში გაგზავნის გამო საქართველოს დღეს მადლობა და შეგებაც კი გაიმსახურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. დღეს ოფიციალურ ბრიფინგზე მხარდაჭერის გამო საქართველოს მადლობა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპარტურაიმ გადაუხადა. აპარტურაი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველაზე რთულ მომენტში საქართველოს რდის საკუთარი კონტინგენტის რაოდენობას ავღანეთში. განსაკუთრებული მადლობა გსურს გავუგზავნოთ საქართველოს, რომლის მადლობელნიც ვართ ავღანეთის მისიაში მრავალრიცხოვანი კონტინგენტით მონაწილეობისთვის. მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ის საკითხია, რომელზეც ნატო არ შეცვლის პოზიციას. მინისტერიალი უკრაინის კომისიასთან შეხვედრით დაიწყება და შემდეგ ქართულ მხარესთან შეხვედრით გაგრძელდება. ალიანსი აგრძელებს ორივე ქვეყნის მხარდაჭერას და რჩება ბუქარესტის შეთანხმების ერთგული, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრი ქვეყნები, თუმცა მათ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. Also, well, in both cases, but